გამარჯობა ყველას, მოკლედ ამ ვიდეოში ჩვენ დავაგემოვნებთ შოკოლადებს, თქვენთვის ყველაზე ნაცნობს და საყვარლებს და თან გასწავლით ინგლისურს. მე და ემილი. გამარჯობა. მოკლედ აქ გვაქვს 5 შოკოლადების 5, სადაც ბევრი ესეთი სხვადასხვა ტკბილეული არის. ემილი ამოიღებს რენდომად ამ შოკოლადს და რას შოკოლადსაც ამოიღებს, იმის სახელს გასწავლით ინგლისურად, თან შევჭამთ, თან შევახრამუნებთ და მოკლედ ისე გართობაში უნდა გასწავლოთ ინგლისური. დავიწყოთ ემილი. რა თქმა უნდა. აი, ემილი, შეგიძლია პირველი შოკოლადი ამოიღო და დავიწყოთ აბა რა მოვა პირველი, ძალიან მაინტერესებს. პირველი Twix-ი. ესე იგი Twix-ი, ჩვენ ხედავთ რომ Twix-ში არის ორი ესეთი ჭხირი თუ შოკოლადი თუ რა ვიცი რაც ქვია. ძალიან მოყვარდა ბავშვობაში. გიჟდებოდი და მე მახსოვს 80 თეთრი თუ რაღაც ეგეთი იყო. შენ გიყვარს ემილი Twix-ი? მე ძალიან მიყვარს. ყოველდღე ჭამ? ყოველდღე რა, მაგრამ ხშირად. Twix. ეს მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან twins. რაც რას ნიშნავს ემილი twins? Twins ნიშნავს ტყუპებს. ტყუპებს ნიშნავს და ტყუპების გამო, იმიტომ რომ ორი ესეთი ჭხირი არის, დაარქვეს twin-დან ქვია Twix. მოკლედ ადვილად დაიმახსოვრეთ, ვინც იცით რომ twin არის ტყუპები, Twix-აც ადვილად დაიმახსოვრეთ. აბა როგორია? ძალიან გამრიელი. მგონი ჯობია რომ ამითი არ გამოვიწყეთ თავიდან, ხო? შემდეგი ამოვიღოთ შემდეგი ტკბილეული, აბა რა ამოვა შემდეგ? აბა შემდეგი არის Snickers. Snickers-ი. Snickers-ი იცი რას ნიშნავს ემილი? არა. მოკლედ Snicker არის ინგლისური სიტყვა, რომელიც ნიშნავს ფრუტუნს, აი რასაც ცხენები შვებიან, ხით-ხითით შეიძლება იყოს. და თურმე ემილი ყოფილა ესეთი ოჯახი, გვარად Mars-ი. და სხვა შორის Mars-ის შოკოლადიც მაგათ შექმნილია, ანუ Mars-ის კორპორაცია არის. და მათ ყოლიათ ცხენი, თავიანთი საყვარელი ცხენი, სახელად Snickers. და ზუსტად ამ შოკოლადს მის საპატივცემლოდ დაარქვეს სახელი. საინტერესოა. ზოგადად ეს Snickers, ანუ ეს ცხენი გარდაეცვალათ, მოუკვდათ ამათ და მაგის შემდეგ შექმნეს ეს შოკოლადი და მის საპატივცემლოდ დაარქვეს Snickers. ისე Snicker ნიშნავს ფრუტუნს, ხით-ხითს. რაღაცნაირად ისე ციცილს რა. აი ცხენიც როგორ ფრუტუნებს აი არის. შენ მიყვარს Snickers-ი? ყველაზე ნაკლებად Snickers-ი მიყვარს, მაგრამ მაინც რო არა ხომა ხან ცოტა ვჭამ. Snickers-ი და არც მე არ მიყვარდა ბავშვობაში. ყველა გიჟდებოდა და მე დიდად, იმიტომ რომ კარამელის დიდად მოყვარული არ ვარ და მასაც კარამელი თხილი კი მიყვარდა. ნუ Snicker დავიმახსოვრეთ რასაც ნიშნავს. შენ დუქშია შენ არ ხარ. შენ გახსოვს ეგ რეკლამა? არა. დუქშია შენ არ ხარ. როცაქშია შენ არ ხარ. კი არა და როცაქშია შენ არ ხარ, ხო? აი მეც არ მახსოვდა ნორმალურად. You're not you when you're hungry. Snickers satisfies. შემდეგი ტკბილეული ამოვიღოთ და შემდეგი არის KitKat. KitKat-ი, მოკლედ KitKat-ი, გიყვარს KitKat-ი? კი. Snickers-ზე მეტად მიყვარს KitKat-ი. და ყოველდღე ჭამ ხოლმე? იგივენია როგორც Twix-ი. შენ შესვენებაზე ჭამ ხოლმე KitKat-ს როგორც ბევრი? ხანდახან. სკოლაში შესვენებებზე რა ხარ მაშინ გაკვეთილებს შორის, ხო? მოკლედ ეს KitKat-ის სახელი კრისტოფერ კეტი არის ამისი დამფუძნებელი და ამ კრისტოფერის შემოკლებული სახელი არის Kit-ს ეძახიან. და შესაბამისად ასე დაერქვა KitKat. სახელის და გვარის შემოკლებული ვერსია. და მე მახსოვს რეკლამა რა იყო ეს სამაპიროზე თუთიყუში და ის რო ლაპარაკობდა და სათვალებს რაღაცას რო ყიდდა. ზაღადობა შენ არ გემახსოვრება ემილი მე მახსოვს. მოკლედ ვინც მილენიალები ხართ, იმათ გემახსოვრებათ ეგა. ხო, უფრო. ჯენზისაც ემახსოვრება. Snickers-ი თუ KitKat-ი რომელი? KitKat-ი. ამოვიღოთ შემდეგი ტკბილეული. ამასობა შევახსენებთ, რომ ვისაც ინგლისური სწავლა გინდათ, შეგიძლიათ ისწავლოთ როგორც ჩვენ ონლაინ გაკვეთილებით, ასევე ჩემი ვიდეო გაკვეთილებით, რომელსაც
რომის ნაწილსაც YouTube-ზე ვტვირთავთ. ან შეგიძლიათ მოგწეროთ სტუდიო ლინკის გვერდებზე, მოკლედ სადაც გინდათ იქ. რა მოვიდა? შემდეგი არის Milka. Milka. ნუ ემილი შემოთხარი Milk რას ნიშნავს და რატო ქვია? Milk არის რძე და ამის გამო დაერქვა Milka. რადგან რძის გამზადდება. კი ბატონო. მოკლედ ამასობაში მე და ემილის წყალი მოგვინდა იმდენით კვილეები ჭავენ მოგვეცი იხვეწები. ეს შენი ემილი დავდიოთ. მართლა ძალიან დავტკბებით და გავშაქრდებით. მოკლედ შემდეგ ვხსნით Milka-ს ხო? Milka-ს. აბა გავხსნათ Milka. გიყვარს შენ Milka? კი. ნუ მეც ზოგჯერ რა იშვიათად მომინდება რა. თან ძიანი შოკოლადია და აი მითხე მადლობა. ნუ ამას ახატია, ეგ ვაჩვენოთ რა ახატია ამას, რა თქმა უნდა, ძროხა ახატია და Milka ქვია და როგორც ემერი მოგცნათ Milk. ნიშნავს ამას. აბა რა სიტყვა? ძალიან გამრეველია. კი ბატონო. Milka ძალიან მიყვარს და ჩვენ გადამღებს მოშივდა უკან. ის ხარს. აი ვიდეოს ბოლოს დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს დაგიტოვებთ. რაღაცა რა მისის. ვიდეოს ბოლოს დაგიტოვებთ. ძალიან გემრიელია. მიყვარს განსაკუთრებით Milka რატომღაც მიყვარს ჩაისთან. მე არ გამიშინავს Milka და ჩაი ერთად. მართლა მე არ ვიცი ბევრი თქვენ სვამ თუ არა ჩაისთან. ნუ ყავასთან სვამი, მაგრამ მე ჩაისთან მომასება. მოკლედ შემდეგი ემილი ამოვიყოთ აბა. რა გვაქვს? შემდეგი არის Kinder Delice. ხო. ეს არის ემილი ჩემი საყვარელი შოკოლადი. მე ვგიშტები. მართლა დაარტყე. ჰაი. მოკლედ ეს ყოფილა ჩემი და ემილის საყვარელი შოკოლადი. დღესაც დიდი სიამოვნებით მივირთმევ ამას. მეც იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, როგორც ბავშვობაში მიყვარდა. დღესაც. სხვათა შორის დიდი ხნის განმავლობაში აი მაღაზიებში შევდიოდი და რაღაცა სულ Kinder Bueno-ები მხვდებოდა და ეს Bueno არ მევახსებოდა და არ მიყვარდა და Delice ვეძებდი და ხო ბოდროს Bueno-ც მიყვარს და ეს აი მე Bueno დიდად არ მიყვარს აი Kinder Delice მიყვარს. Kinder იცი რას ნიშნავს? არა. ნუ Kinder ინგლისურად ხო არის kid ბავშვი. გერმანულად Kinder ნიშნავს ბავშვებს. Kinder Surprise, Kinder Delice ასე. ნუ Delice როგორც ვიცი ხა ფრანგული სიტყვაა და განსაკუთრებულს და აი ძალიან გემრიელს და სასიამოვნოს ნიშნავს რა. Kinder Delice. კი. ხშირად ჭამ Kinder Delice? ამას კი. ნუ ძალიან რად მეყვარს დღეს მე მგონი მეორე ჭამ. ერთხელ მოადგა ჩვენს გადამახოს. მოკლედ დამახსოვრეთ რომ Kinder არის ბავშვები გერმანულად არა ინგლისურად და Delice ნიშნავს ფრანგული სიტყვა და სასიამოვნოს და გემრიელს ნიშნავს რა. მართლა ძალიან ტკბილია ეს ყველაფერი. აი ხედავთ იმისაც რომ ინგლისური გასწავლოთ. ამდენ ტკბილეულ ჭამს. ჩვენ ყველაფერზე წავშორები ვართ, რომ ხალხს ინგლისური გასწავლო. ეს ზუსტად, აი ზუსტად. შემდეგი ამოვიღოთ აბა. რა გვექნება შემდეგი? მითი დავტკბებთ. შემდეგი არის Nesquik, მოკლედ. სხვათა შორის Nesquik ეგრეთ ძალიან არ მიყვარს და არც ბევრი ხანია არ დამგემოვნებია. მართლა? მე მიყვარდა Nesquik, ისე რა ქვია, cereals და იმას რო აკეთებენ ეგ მიყვარდა, გზეში და ფაფებში თუ იმაში რო ხსნიან. ხო, მე ცალკე ვჭამდი ხოლმე მაგეთ. და ესეც ახლა მე ამას პირველად ჭამ, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა სხვანაირი იყო და ეს ახლა ესეთები იყიდება. მგონი ახლა ამას პირველად ჭამ, არის რა. მეც პირველად ჭამ. მოკლედ Nesquik ეს არის წარმოებელი არის Nestle და Nestle-ს plus quick, რაც ინგლისურად სწრაფს ნიშნავს. გამოვიდა Nesquik და ამიტომაც ქვია ბავშვებისთვის ეს რა სწრაფად საჭმელი რაღაც ეგეთი და Nesquik-ის კაკაო მიყვარდა ძალიან. ბევრი ხანია. აბა რა შეტყვი ეს პირველად რო გასინჯა? გემრიელია? გემრიელია, მაგრამ ამაზე გემრიელიც დავაგემოვნეთ. აჰა, მე ჩემს ბავშვობაშიც უფრო გემრიელი რაღაცები იყო. მე ვიარ ჩემ რძეს რო იყიდდა. ან გაწეულ წეში Nesquik-ის იმას ყვერდი და აი გემრიელესი იყო, ეგ არის
აი მაგეთი ვიღვიძებდი და ვიძინებდი. ნესკვიკის აი ესეთი შოკოლადები იყიდებოდა ადრე თუ არ ვცდები და ეგ მიყვარდა კი, ძალიან. შოკოლადის ფილები ხო? ხო. კი. და მე ძალიან მიყვარდა. ოკეი, შემდეგი კიდევ რა გვაქვს? ვაი. შემდეგი არის Skittles. ამოვიდა Skittles-ი. არ ვიცი Skittles-ი გიყვარს მე შენ Skittles-ი? Skittles ეგრე არ ვჭამ ხოლმე, მაგრამ მაინც სკოლაში ვიღაცებს რომ აქვთ ხოლმე. წავკნატუნებ ხო ზოგჯერ? ხო. მასე ვჭამოთ. მამას რუსიკა მოაქვს. ეს შოკოლადის არ არის ამისი. აი წაუჟელი ბონებს? ხო. სხვანაირად და მე და არ მიყვარს. ამ შოკოლადს მე ეს უკვე აი ძალიან სხვანაირია. მოკლედ Skittles რას ნიშნავს? Skittles ეს იყო ერქვა თამაშს ინგლისში როგორც მე ვიცი, მომოვიცია. რაღაცა ბოულინგის მაგვარ თამაშს ერქვა და ეს ფიგურები რომლებიც Skittles-ში არის, ძალიან გავდა იმ კეგლებს, იმ თამაში, რომლებიც ეს ბურთი უნდა მოერტყათ და მოკლედ ასე დაარქვეს ეს Skittles, აქედან გამომდინარე. მე მგონი ყველაზე ნაკლებად მოგვეწონა ეს Skittles. ჩვენ ეს ტერმინი ნამდვილად არ არის. ეს ხილის და ეგეთ რაღაც ის ვაიბი მოაქვს და აი ეს ამდენ შოკოლადის მე ეს უკვე ძალიან სხვანაირია. კი, ნამდვილად. შემდეგი შოკოლადი. ავაგემოვნოთ. შემდეგი არის M&M's. აი M&M's-ი ძალიან მიყვარს. შენ ეს შავი M&M's უფრო გიყვარს თუ ყვითელი? შავი. მეც შავი უფრო მიყვარს. მაინც შოკოლადია. კი, მეც შავი უფრო მიყვარს. იქამდე ძალიან მემილი ხსნის. გეტყვით რომ მოკლედ ეს M&M's-ი სახელი დაერქვა ორი კომპანიის გაერთიანებით, ანუ Mars და Mary და ორივე M-ზე რო იწყებოდა. დაარქვეს ესეთ სახელი M და MC. და ეს ფიგურები სწორედ აი ეს ორნი ამ ორ M-ს და M-ს აღნიშნავენ რა. ძალიან კაია. მე ძალიან მიყვარს. გემრიელი რა. რამდენად ხშირად ჭამ ამ M&M's? ძალიან ხშირად. მიყვარს როცა მე ჯამში ვიყრიდი ხოლმე და სუმასე უყურებდი ტელევიზორს. სანამ ჩვენ შესვენება გვაქვს და ცოტა ხანი უნდა შევისვენოთ ტყურეულებისგან. შეგახსენებთ რომ Duolingo-ს ონლაინ გაკვეთილებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ან თუნდაც ვიდეო გაკვეთილებზე ასევე ინგლისური ფილმებით გვაქვს ესეთი ვიდეო გაკვეთილები და შეგიძლიათ მოიწეროთ ყველას ვისაც გინდათ. და შემდეგი რა დაგვჭა? Bounty დარჩა, Bounty. ხაშას Bounty ეგრე არ მიყვარს. ადრე უფრო გიყვარდა? ანუ ადრეც არ გიждდებოდი. მოკლედ Bounty ალბათ გახსოვთ ყველას ეს რეკლამა. სანაპიროზე რო არის და მე ჰამაკზე რო არის და პალმები და ყველაფერი იცი ეგ რეკლამა? მგონი შეხოდრია, მაგრამ ესე არ მახსოვს. Bounty ზოგადად ნიშნავს ინგლისურში სიუხვეს. ასევე შეიძლება ფულად ჯილდოსაც აღნიშნავდეს, რომელსაც რაღაცისთვის აწესებენ ან ვიღაცის საპოვნელად და ასე შემდეგ. მოკლედ ეგ არის Bounty. მიუხედავად რომ მე Bounty ძალიან მიყვარს, აი ტრიოს არასდროს არ ვყიდულობ. ყოველთვის ორიანს ვყიდულობ, იმიტომ რომ ერთს შევჭამ, მე მეორეს ჭამა არ მინდება. ხო. ეს ქოქოსი და ის შოკოლადი ძალიან მოდის ჩემს იმაში და მე მომეწონა სხვა შორის ძალიან. Bounty დიდი ხანია არ გიჭამია? კი. ანუ აი დღეს შევეშალა მქონდა რა, აი ქოქოსი რო იყო არ მომეწონებოდა, მაგრამ ახლა უფრო გემრიელი აღმოჩნდა, რომ მეყოლა. თან მშიერზე მიყვარს სხვათა შორის Bounty ყველაზე მეტად. არც ეს შოკოლადი მშიერზე არ მიყვარს და Bounty სიამოვნებით მივირთო. შემდეგი რა მოვანახოთ? შემდეგი არის Bueno. Kinder Bueno. ეს არის ჩემი საყვარელი, როგორც Kinder Davis. მართლა? აი მე Bueno-ზე ცოტა აგრესია მაქვს, იმიტომ რომ მაღაზიაში შევდიოდი. ყოველთვის Kinder Davis ვეძებ და სულ Bueno-ები მხვდებოდა და არ მიყვარდა. მე კიდევ გიждდები. გიждდები. მოკლედ Kinder-ი ვიცით რასაც ნიშნავს? ხოლო აი Bueno არის ესპანური სიტყვა ნიშნავს გემრიელს, კარგს, ნუ ყველანაირ დადებითს და ასე შემდეგ. Kinder-ი რას ნიშნავს? ემილი გავახსენოთ. გაიხსენება Kinder-ი რას ნიშნავს?
Kids. ხო. დამავიწყდა. იმდენი პირველი ჭამა თუა, გამავიწყდა. მაგრამ ტკბილებზე ამბობენ რომ იმას შორის რა ქვია მახსოვრობას გონი ჩემზე მგონი პირიქით. პირიქით არის. მაშინ ამის მეტი არ ჭამა. კინდერი ხო ბავშვებს ნიშნავს და ბუენოს შესაბამისად. კარგი ყოფილა ეს ბუენოს, მაგრამ მეც რო დელისი. სხვა შორის ესეთი ევა კიდე თეთრი. ეგ არის უფრო სხვანაირი, აი მოყრილი აქ რაღაც. ეგეც გემრიელი აღარ ეს მე უფრო მეყვარს. ნუ კინდერში ბუენოში დელისი არც ერთი არ არის ინგლისური სიტყვა, მაგრამ მაინც ისე kindergarten ხო ნიშნავს ინგლისურად საბავშვო ბაღს. ნუ გერმანული დამოკიდებულია, ამიტომ ვიცოდეთ ადვილად დავიმახსოვრეთ ამ სიტყვებს რა. კარგი იყო, ემილის კიდე უნდა ჭამა ხო? არ წყვეს. მე დავიყარა. და მე მგონი ბოლო შოკოლადი დაგვრჩა თუ სწორედ და აბა ამოვიღოთ. არა. მარსი. მოკლედ, გიყვარს შენ მარსი? მარსი კი, ადრე მიყვარდა ხოლმე და ეხლა და. აი მარსის შემთხვევაში, ნუ მარსი ქვია კომპანიას, რომელიც უშვებს. და ეს მარსების ოჯახი რო თქვით, ვისიც არის სნიკერსი, ცხენი რო ყავდათ და ასე და მათი არის ეს მარსი შესაბამისად. ასე რა სიტყვი კარგია? ცალ. იმის მიუხედავად რომ კარამელის რაღაცები არ მიყვარს. მარსი მაინც გემრიელი, იმიტომ რომ მაგდენი არ აქვს სნიკერს. ნუ მე კარამელის მოყვარულია როდესაც შესაბამისად. მარსის ზედი არაფერი ჩემთვის, მაგრამ გასახსენებლად ნამდვილად ღირდა. ძალიან კარგია. ნუ ბავშვობის მე არ მიჭამია. შენ ბოლოს როდის ჭამე მარსი? არ ვიცი, ძალიან ბევრი ხანი გავიდა. წყალი დავიდო დავწიოთ. ხო. და ეხლა მე მგონი მართლაბოლო შოკოლადი დაგვრჩა. და აბა რომელი ამოვა? რომელი დარჩა? არის Milky Way. Milky Way და უთხარი რას ნიშნავს Milky Way? Milky Way არის გზის გზა და ამის გამო ანუ ესეც იგივე რომ ესე არის მილკასნაირად მილკისგან ცოტა მზადდება ამის გამო თუ არ ვცდები Milky Way დაერქვა. ნუ Milky Way ასევე არის galaktikis სახელი არის ეს Milky Way. ხოდა შესაბამისად მაგიტომაც ხატიას ვარსკვლავები და რაღაცები და ასე შემდეგ და მეც რეკლამაში მახსოვს რომ ეს ვარსკვლავიანი ის იყო და რაღაცა რციანი გზა იყო გამოვიდა რაღაც ჩემ დროს. Milky Way ძალიან ხნის წინ გასწრო და არ მახსოვს მომეწონა თუ არა, მაგრამ ნახეთ. აი მეც არ მახსოვდა. ნაში წვება. გემრიელია, სუბოქია, ეგეც ქელსაი როგორც არაშენი. ნუ ძალიან კაია. კი ბატონო. მოკლედ milk არის რძე, milk-აზეც რო თქვით, milk რძიანი რძის გზა. galaktikis სახელია, მაგრამ ჩვენ რძიან გზას და რძიანი შოკოლადი არის, რა თქმა უნდა, აქ. თქვენ ამასობაში დაგვიწერეთ კომენტარებში, ყველაზე მეტად რომელი შოკოლადი გიყვართ, ვინც დიდები ხართ და ბავშვები აღარ ხართ. ბავშვობაში რომელს ჭამდით და აკონტუნებდით, ვინც ბავშვი ხართ ეხლაც, თქვენს დაგვიწერეთ, რომელი შოკოლადები გიყვართ ეხლა. და მე შევადაროთ მოკლედ რომელი შოკოლადი იქნება ყველაზე პოპულარული. ჩვენ ესე დავასრულეთ ამ შოკოლადებების დაგემოვნება, მე მგონი არაფერი არ დარჩა. ეს არიელია ჩვენი ხუთი. ძალიან ბევრი სიტყვა ასწავლეთ ხო ხალხს? ხო. ბევრი გამოვიდა. შენ რამდენი იცოდი აქედან და რამდენი არ იცოდი? სხვა შორის ძალიან ცოტა ვიცოდი, 1-2 ვიცოდი. ახალი იყო ეს ინფორმაცია ხაჭვეთვის. ნუ milk და Milky Way იცოდი ხო? Kinderi გახსოვს რას ნიშნავდა? Kinderi არის ზუსტად რომელი? Kids. ხო. მაგრამ მგონი შოკოლადი და ზუსტად Kinderi ჩემზე პირიქით მოქმედებს რა. პირიქით გავიწყებს რაღაცებს? ხო. მოკლედ დაგვიწერეთ შოკოლადი თქვენზე როგორ მოქმედებს და ეს იყო ჩვენი ვიდეო, ძალიან ბევრი სიტყვა ვისწავლეთ და გავაგემოვნეთ, შევჭამეთ ესა. ჩემ უცელი ცოტა ესეც შეწუხებული და ბევრი. ჩემიც.
ბევრი შოკოლადი ვჭამეთ, მაგრამ თან ამასობაში ჩვენს გადამღებს და მასწავლებლებს მოადგათ ნერწყვი უკან, ვინც ვიყურებენ და მაგათაც უნდა ვაჭამოთ, ახლა ერთი სული აქვს და მოკლედ კიდევ დაგვიწერეთ კომენტარებში რითი გინდათ, რის დაგემოვნებით გინდათ რომ ინგლისური გასწავლოთ, ასე თქვენი საყვარელი შოკოლადები და დავშვებოთ შემდეგ ვიდეოები და ემეილები. ნახვამდის. Toodles.